მოგესალმებით, ჩემი ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, ვინც ჩემთან ერთად ხართ, ვინც გამოიწერა არხი, მილაიქებს და მიკომენტარებს, ყველას დიდი მადლობა და მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. პარტნიორულ ურთიერთობაზე ვნახოთ, დაგივიწყათ თუ არა ჩაფიქრებულმა პიროვნებამ, ხო? ეს გაშლა იქნება მათთვის, ვის ურთიერთობაშიც ამ მომენტისთვის არის პაუზა, გაჩერებული მდგომარეობა, ან დასრულებული მდგომარეობა, ხო? ვნახოთ, დაგივიწყათ თუ არა ჩაფიქრებულმა პიროვნებამ. თავდაპირველად ვნახოთ მისი ენერგიები ამ მომენტისთვის, როგორ ენერგიებში იმყოფება, ჩაიფიქრეთ პარტნიორი, ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი და ვნახოთ მისი ენერგიები. ორ ვარიანტი შემოგვიფასება, ორ ვარიანტზე გავაკეთოთ, ვარიანტები თქვენს წინაშეა, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, მე დავალაგებ არკანებს და ვნახოთ. მაშასე მისი ენერგიები, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგიები, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, მისი ენერგიები და როგორია იმის შესაძლებლობა, რომ პიროვნება კვლავ ფიქრობდეს თქვენზე, თუ დაგივიწყეთ, თქვენთან დაკავშირებით, მისი ფიქრები, თუ ფიქრობს თქვენზე, თუ ფიქრობს რას ფიქრობს, ხო? და მეორე ვარიანტი. ვნახოთ აბა რას გვიჩვენებს არკანები. მაშასე აირჩიეთ ვარიანტი პირველი, მეორე ვარიანტი. მე დავდებ მეორე ვარიანტს და გავაცურებ გვერდით. დავტოვებ პირველ ვარიანტს, მოგესალმებით პირველ ვარიანტს და ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგიები ამ მომენტისთვის. როგორ ენერგიებშია ვნახოთ ჩაფიქრებული პიროვნება. პაჟი კვერთხი. აი ასეთ ენერგიებში, პაჟის ენერგიებშია ჩემძვირფასებო, მინდა გითხრათ რაღაც ცნობის მოყარე პიროვნება, შეიძლება ითქვას, პაჟის ენერგიებში, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, პიროვნება ცოტა ბავშვური ხასიათით, ბავშვურ ენერგიებშია, ხო, როდესაც რაღაც ცნობის მოყარე ენერგიებშია, რაღაც აინტერესებს, ცნობის მოყარია, შეიძლება რაღაც ინფორმაციები, რაღაცით არის დაინტერესებული, მუდმივად თავგადასავლებს ეძებს და აი ესეთ ენერგიებში, არა, მოусვენარ ენერგიებში, ერთი სიტყვით ცეცხლის ენერგიებში, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მუდმივად შეიძლება ითქვას რაღაც თავგადასავლების ძიებაშია და ცოტა არ იყოს ინფანტილური დამოკიდებულება აქვს, შეიძლება ითქვას ცხოვრების მიმართ, ანუ არასერიოზული. დღეს აქ არის სხვაგან შეიძლება იყოს და ესეთი ცნობის მოყარე, ყველაფერი რო აინტერესებს, ყველა საქმეში ცხვირს ყოფს, ბევრს რომ შეიძლება ითქვას, რომ ბევრსაც მოგზაურობდეს, ხო, ანუ გატაცებული იყოს, ასე სამყაროს შეცნობით, ასე ვთქვათ, თავგადასავლებით. აი ასეთი ენერგიებშია, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის შეიძლება იყოს, მაგრამ აი ბავშვური ცნობის მოყარეობით რომ მოქმედებს, ხო, ყველაფერზე და დღეს ერთი თავგადასავალი აქვს, ხვალ სხვა, ესეთ ენერგიებშია. ჩამოუყალიბებელი, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ რომ აკლია, სიმტკიცე და ფეხზე მყარად რომ ვერ დგას. აი ესეთი ენერგიებშია. ესეთ შესაძლებელია არ არის გამორიცხული, რომ რაღაც თქვენი პარტნიორის, ვინც ჩაიფიქრეთ მის ცხოვრებაში, რაღაც ახალი ეტაპი იდგეს, ხო? არც ეს არ არის გამორიცხული. შესაძლებელია რაღაც სიახლე იყოს მის ცხოვრებაში, რაღაც ახლისკენ, რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდეს მის ცხოვრებაში. მე დავაზუსტებ კიდევ აქ რასთან არის. ხო, რაღაც ეტაპი დასრულდა მის ცხოვრებაში, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას რაღაც გაკვეთილი, მიიღო კიდეც რაღაც გარკვეული რაღაც ეტაპი გაიარა ცხოვრების და ახლა რაღაც ახალი ციკლი, რაღაც სიახლისკენ არის ერთი სიტყვით, რაღაც ახალი ეტაპი იწყება. ახალი ეტაპი, ხო? ეს ახალი ეტაპი შეიძლება უკავშირდებოდეს ქალბატონს, პენტაკლის დედოფალი ამოვიდა, ხო? ახალი, არ არის გამორიცხული, ან ახალი ურთიერთობა იყოს, ან ახლიდან დაწყებული ურთიერთობა პენტაკლის დედოფალთან, რაღაც ახალი ინტერესი. არ თქვი წეღანტყვილად, რომ რაღაცა ცნობის მოყარე, რაღაც რომ აინტერესებს, რაღაცის მოსინჯვას რომ ცდილობს, ხო? ანუ აი ესეთ ენერგიებშია ერთი სიტყვით ამ მომენტისთვის, არ ვიცი, ეს თქვენ გიკავშირდებათ თუ სხვას, მაგრამ ვნახოთ ახლა თქვენთან დაკავშირებით, რას ფიქრობს, ხო, რას ფიქრობს და დაასრულა თუ, ანუ ისევ ფიქრობს თუ, ანუ ახსოვხართ თუ არა, ხო, ჩვენი გაშლის მთავარი კითხვა, ახსოვხართ თუ არა, პირველი თასის დედოფალი, ნახეთ, თასის დედოფალი, კვერთხის ტულსი და დაკიდებული კაცი, შემოძვირფასებო.
რა თქმა უნდა ახსოვ ხართ და რა თქმა უნდა არაფერი არ დავიწყებია თქვენ შესახებ და თქვენთან განცდილი ემოციების შესახებ ჩემო ძვირფასებო. მისთვის შეიძლება ითქვას, რომ კვლავაც ხართ აქტუალური ფიგურა, მნიშვნელოვანი ფიგურა, ქალი, რომისგანაც ივსება არ აქვს მნიშვნელობა თუ მამაკაცი იმყურებს შეაბუნეთ თქვენს პარტნიორზე, იმაზე ვისაც ფიქრობთ. პიროვნება, რომ ანუ თქვენ ხართ პიროვნება მისთვის, ვინც ავსებს ემოციური თვალსაზრისით, ასევე ნებასაც განიცდის, მაგრამ არის დაკიდებული კაცი, არის გაჩერებული, დაპაუზებული მდგომარეობა, სიტუაცია, როდესაც რაღაც არ გამოდის, როდესაც იცულებულია პიროვნება, რომ ან შეჩერდეს და დროებით პაუზაში დარჩეს, ან სხვა თვალით შეხედოს ყველაფერს. სხვანაირად, ნახეთ, აქ ამოვიდა სამყაროს არკანი. ხო, შესაძლებელია პიროვნება ფიქრობს და ძალიან ბევრს ფიქრობს, ყველაფერს სხვა კუთხით ცდილობს, რომ შეხედოს, სხვა კუთხით და შეიძლება ფიქრობს სხვა გადაწყვეტილების მიღებასაც, ხო? მიღებასაც ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აქამდე არ დამდგარა, ხო? არ დამდგარა. აქტიურად და კვლავაც მის ფიქრებში ხართ და მის გულს კვლავაც თქვენი გაფიქრება გულს უტოკებს, მაგრამ ეს ფიქრი არის ისეთი ფიქრი, რომელიც სხვა კუთხით ცდილობს, რომ დაინახოს სიტუაცია. ან დროებით იძულებულია პიროვნება, რომ დარჩეს დაკიდებული კაცის, ასე ვთქვათ, არკანში, ხო, დაპაუზდეს ურთიერთობა და ყველაფერი კარგად გაანალიზოს, ხო, რა სურს, როგორ სურს და სხვა თვალით შეხედოს ერთი სიტყვა და სხვა თვალით შეაფასოს მდგომარეობა, მაგრამ მის ფიქრებში ცალსახად ხართ თქვენ, ჩემო ძვირფასებო. მოდი მე დავადებ ერთ კაცს, დაკიდებულ კაცს, მაინტერესებს ეს დაკიდებული კაცი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ნახეთ, ეტლი ამოვიდა. ძალიან დიდი ალბათობით ნახეთ, ეტლი ამოვიდა დაზუსტებად დაკიდებული კაცის. სხვათა შორის ეს მინდა გითხრათ, რომ აი ეს დაკიდებული და გაჩერებული სიტუაცია დიდხანს არ გაჩერდება და ძალიან მალე გააცნობიერებს იმას, რომ საჭიროა მოძრაობა და რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ეს დროებითი პაუზაა, ჩემო ძვირფასებო, თქვენს ურთიერთობაში, თუ ამ მომენტისთვის ურთიერთობა დაპაუზებულია და არ გაქვთ, ხო, და რაღაც ან შეიძლება ერთადაც ხართ, მაგრამ რაღაც ჩიხშია შესული ურთიერთობა, ხო, რაღაც არის რაც ურთიერთობაში, რაც რის გამოც ურთიერთობა წინ ვერ მიდის და ფერ ხდება, აუცილებლად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება გადადგავს იმ ნაბიჯს, რომ რაღაც მოიმოქმედოს. და რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, შემოკარგება, იმიტომ რომ თუ აქ ურთიერთობა ამ მომენტში გაჩერებულა, ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან ბევრს ოცნებობს. არ არის გამორიცხული, რომ თუ ერთად არ ხართ, ძალიან ბევრს გადევნებდეთ თვალს სოციალური ქსელითაც, შემოკარგებო, ისე რომ ეს პირველი ვარიანტი ვინც აერჩია, ერთი სიტყვით და ამ მომენტში გაჩერებულია ურთიერთობა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი პარტნიორი თქვენზე ფიქრობს და მის ფიქრებში ხართ თქვენ და ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ იმოქმედოს და აუცილებლად შეეცდება რაღაცის მოქმედებას, რაღაც კონტაქტზე გამოსვლას, რაღაც ნაბიჯს ერთი სიტყვით გადადგავს. პერიოდი ხომ ჩაიფიქრეთ თავად და აბა ვნახოთ რა იქნება. მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს ყურებისთვის. მე დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს, გადავდებ აქ არკანებს გვერდით და მოგესალმებით მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტი იყო ეს ცისფერი ქვა და ვნახოთ ენერგიები, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგიები და შემდეგ ვნახოთ ახსენდების თუ დაგივიწყათ. ხო, პირველი ვარიანტი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქტუალურია თავისი პარტნიორის ფიქრებში. და კვლავ დავიწყება კი არა, პირიქით ფიქრობ, რომ განახლდება რაღაც, ცდილობს განახლდეს. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, ურთიერთობა შეიძლება ახლიდანაც კი დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში ესეთი ენერგიები აჩვენა, რომ ნახოთ რა იქნება. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შესაძლებელია, რომ მოხდეს თუ რამე სხვა ფაქტორი არ გამოვლინდა. ნახოთ მეორე ვარიანტი, როგორი ენერგიები ამ მომენტში როგორ ენერგიებშია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და აქ ამოვიდა პენტაკლის მეფე, ჩემო ძვირფასებო. პენტაკლის მეფე
სტაბილური პიროვნება შეიძლება მატერიალური თვალსაზრისით ფეხზე მყარად მდგომი, შეძლებული საქმიანი, რომელსაც აქვს რაღაც თავისი უკვე შექმნილი და ასევე შესაძლებელია პენტაკლის მეფე, აქ თუ თქვენს მეუღლეზე უყურებთ ისიც იყოს, თუ ცოლიან მამაკაცთან გაქვთ ურთიერთობა, ან თუ მამაკაცი მიყურებთ დაოჯახებულ ქალბატონთან გაქვთ ურთიერთობა, არც ის არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ მე მიჩვენებს იმას, რომ ურთიერთობიდან არის წასული, აქ ურთიერთობიდან არის წასული პიროვნება. არ არის გამორიცხული, რომ გაშორებდეთ გზა, მანძილი და პიროვნება აქ ურთიერთობიდან იყოს წასული. სტაბილური პიროვნება, რომელმაც შესაძლებელია რაღაც სხვა გზა აირჩია. ამ მომენტში თქვენ შორის არის, როგორც ვთქვი, მანძილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ დასრულებული ურთიერთობაა. კიდევ ნახოთ. ხო, აქ არის ორიანი ხმალი ამობრუნდა. ფიქრი ერთი წუთით დავაზუსტებ. რაღაც იმედგაცრუება. აქ იცით როგორი მომენტია შემოძვირფასება. აქ ძალიან ბევრი მეორე ვარიანტი ვინც არჩია, შესაძლებელია იყო სიტუაცია ისეთი, რომ ერთ-ერთი მხარე ურთიერთობაში მეცდებდა და ცოტა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, ხო? მეცდებდა როგორც ენერგიას, შეიძლება მატერიალურ სახსრებსაც და რაღაცნაირად თითქოს ეს უკმაყოფილობა, შემდეგ ამ უკმაყოფილობამ და ამ იმედგაცრუებამ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი პარტნიორი უფრო მეტად ირჯება მეტ რესურსებს და ეს ურთიერთობაში, როდესაც დარღვეულია ბალანსი და არ არის თანასწორობა, ხო? ანუ მიღება და გაცემა თანაბარი, უკვე რაღაც დისბალანსი წარმოიშვება ხოლმე ურთიერთობაში. კიდევ ხო, აქ არის რაღაც მერყეობა, შემოძვირფასება, მერყეობა. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მერყეობა და რაღაც არჩევანის გაკეთების, ასე ვთქვათ, ენერგიებში, როდესაც ცდილობს პიროვნება, რომ მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მართალია არ არის ადვილი, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს თქვენი პარტნიორისგან, მაგრამ ჯერჯერობით იცით როგორი მერყეობს და ჯერ ბოლომდე არ აქვს, ასე ვთქვათ, გეგმა შემუშავებული, რას მოიმოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ პიროვნება ურთიერთობიდან არის წასული, ხო? ურთიერთობიდან არის წასული და მისი სამოქმედო გეგმა ამ მომენტისთვის უცნობია, მაგრამ ცდილობს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, შემოძვირფასება. მოდი ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით, რას ფიქრობს და ფიქრობს თუ არა საერთოდ, ხო? ისევ ახსოვხართ, თუ დაავიწყდით, თუ როგორ არის თქვენის, როგორ გითხრათ, სამი მაღალი არკანი, ვარსკვლავი, მთვარის არკანი და იმპერატრიცა, შემოძვირფასება. ფაქტია, რომ თქვენ შორის არის მანძილი. აი ეს მანძილი ქმნის ბუნდოვანებას, ხო? რეალურ სურათს ვერ ხედავს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ბოლოსში რა იქნება, როგორ იქნება, თითქოს აი ეს მანძილი და სიშორე ერთმანეთთან გაშორებთ, ხო? როდესაც თვალი თვალს ვერ ხედავს და გული გულს, აი რაღაცა გული თითქოს ცივდება, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. თქვენ შორის მართალია არის მანძილი და სიშორე და სიცივე, მაგრამ თქვენ მისთვის მაინც იმპერატრიცა ხართ. მიუხედავად იმისა, რომ არ იცის პიროვნება, შესაძლებელია შიში აქვს იმის, რომ დაგკარგოთ. შესაძლებელია მთვარე ეს შინაგანი განცდებიც არის, ხო? შინაგანი განცდები, შინაგანი შიში, როდესაც რაღაც არის გაურკვეველი და სწორედ აი ეს გაურკვევლობა ქმნის იმის შიშს, რა იქნება მომავალში. მაგრამ თქვენ მისთვის ხართ იმპერატრიცა, მისთვის ხართ ვარსკვლავი და ოცნება ერთი სიტყვით. მოდი მე დავაზუსტებ მთვარის არკანს, შემოძვირფასებო. თუ ერთი სიტყვით თქვენ შორის არის, ანუ თუ სასიყვარულო სამკუთხედში იმყოფებით და თქვენ შორის გაქვთ ურთიერთობა დაოჯახებულ პიროვნებასთან, შესაძლებელია ეს მთვარე იმასაც ნიშნავს, რომ სწორედ ეს გაურკვევლობა, ხო? გაურკვევლობა რა მოიმოქმედოს, ხო? რა გადაწყვეტილება მიიღებთ ან თქვენ ან ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხო? გაურკვევლობა ჯერ თქვენ შორის და რა თქმა უნდა, ფიქრობს, არავის არ დავიწყები ხართ, მაგრამ აი ეს ფაქტორი ცოტა შიშის გრძნობას ვარდებს მასში.
კი, აქ ძალიან დიდი ალბათობით იეროფანტი ამოვიდა. აქ შესაძლებელია ნამდვილად იყოს ურთიერთობა დაოჯახებულ პიროვნებასთან. ნუ აი პენტაკლის დედოფალი, როგორც წყვილი ისე ამოხვედით, შემოძვირფასებო. არ ვიცი. აქ არის რაღაც მიჯაჭვულობა, ნახეთ, ეშმაკის არკანი, რამდენი მაღალი არკანი. თქვენ ამ პიროვნებისთვის და კოშკი. ნახეთ, დასრულებული ურთიერთობა, დანგრეული ურთიერთობა. შესაძლებელია პიროვნებას აქვს შიში იმის, რომ საბოლოოდ არ დასრულოთ. მიჯაჭვული ურთიერთობა აქ ფიქრებით თქვენთან არის მოჯაჭვული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა ერთად არ ხართ და მანძილია თქვენ შორის, თქვენ ან თქვენი პარტნიორი, ვთქვათ, შორს არის თქვენგან, ხო? მაგრამ მისი ფიქრები არის თქვენთან. მიჯაჭვული ფიქრები, ეს კარმული ურთიერთობა, ვერ სცილდებით ერთმანეთს იმის გამო, რომ შესაძლებელია რაღაც გაქვთ ერთმანეთისგან სასწავლი. შესაძლებელია აი თქვენს პარტნიორს ნამდვილად არ დავიწყები ხართ და ნამდვილად ფიქრობს თქვენზე და იმის შიში აქვს, რომ შიში აქვს იმის, შეიძლება ფიქრობს ახლიდან დაწყებას, ნუსულელის არკანი სიახლეა, ხო, განულდეს ყველაფერი და ახლიდან, მაგრამ ასევე იმის შიში აქვს, რომ საერთოდ არ დაგკარგოთ და კოშკი ამოვიდა დასტის ძირზე, ხო, კოშკი, ნახეთ, კოშკი, თასის მეფე, აქ შეყვარებულები, ნახეთ, შეყვარებულები ესეთი არკანია, ცოტა განსხვავებული არკანია, ხო, სამკუთხედს აჩვენებს აქ. ნუ არ ვიცი, თუ სასიყვარულო სამკუთხედში იმყოფებით რომელიმე და ეს ფაქტორია და ნამდვილად იცით, შესაძლებელია რაღაც არჩევანის გაკეთებასაც ცდილობდეს თქვენი პარტნიორი და როგორ გითხრათ, იცით, შიში აქვს იმის, რომ საერთოდ არ დაინგრეს ყველაფერი. ნუ აქ ფაქტია, რომ არ დავიწყები ხართ, რაც კითხვა იყო თავარი, ახსოვხართ თუ არ ახსოვხართ და დაავიწყეთ. არ დავიწყები ხართ. აქ პარტნიორი თქვენზე ფიქრობს და ძალიან ესეთი შიშებიც აქვს და განცდებიც, რომ რა იქნება და როგორ იქნება არ იცის, ხო, რა მოიმოქმედოს. აქ ძალიან ბევრთან შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედი იყოს, ნახეთ, სამიანი ხმალი. შემოძვირფასებო, ერთი სიტყვით აი ასეთი ვარიანტი გამოვიდა, რაც თქვენია ის ინფორმაცია მიიღეთ. ვფიქრობ, რომ გავეცი თავარ კითხვას პასუხი, ხო, რაც იყო ამ გაშლის მთავარი თემა. თუ ფიქრობს, თუ დაავიწყდით, ხო, პირველ ვარიანტშიც და მეორე ვარიანტშიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად რაღაც მანძილისა და სიშორისა, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას მაინც ახსოვხართ და მაინც გამუდმების თქვენზე ფიქრობს. აი ასეთი იყო, გამომეხმაურეთ, დამიტოვეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ და რომელი ვარიანტი რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის.